გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ 14 ივლისის, ანუ ხვალინდელი ახალთვარეობა. იცით უკვე ჩემმა, ასე ვთქვათ, დიდი ხნის გამომწერებმა, რომ ეს გახლავთ უახლოესი 2 კვირის პროგნოზი. ამას ვუკავშირებთ ჩვენ ახალთვარეობას. ამჯერად კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. რას მოიტანს ეს, ასე ვთქვათ, ყოველთვიური მოვლენა, ახალთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში ამჯერად დანარჩენ 12-ვე ზოდიაქოზე. როგორ აისახება? ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი პირველ რიგში, რათა ასე ვთქვათ, დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო რეზონირებს თქვენთან. ვიხართ თქვენ. ამ მომენტში რა ენერგიებში ბრძანდებით? ესე იგი, ამ მომენტში ძვირფასებო თქვენ რაღაც საკითხს უღრმავდებით, ფიქრობთ, შესაძლებელია ეს არის არჩევანი, რომ როდის ჯობია ამის გაკეთება ახლა თუ ცოტა მოგვიანებით, რაღაცა ასეთი თემა ძვირფასებო, შესაძლებელია ეს ეხება სახლის საქმეებს, შესაძლებელია მოქმედებებს, ანუ რაღაც მოქმედებებია დაკავშირებული შეიძლება უძრავ-მოძრავ ქონებასთან, სახლთან, საცხოვრებელთან. არა მხოლოდ სახლი შეიძლება იყოს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება, მაგალითად ოფისი, რესტორანი და ასე შემდეგ. ძირითადად სახლი, რაღაც სახლის თემებია უფრო მეტად. რაც შეეხება ვინ ხართ თქვენ? ანუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აზროვნებთ სწრაფად, თქვენთვის მნიშვნელოვანია კომფორტი და სტაბილურობა და ასევე ხართ ქმედების ადამიანი. თქვენ, რასაც ასე ვთქვათ, თქვენ მოქმედებთ ყოველთვის მიზნისკენ. ეს არის თქვენი აღწერილობა. თუ დაემთხვა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა სიტუაცია ამჟამად თქვენ ცხოვრებაში, სხვა ადამიანი ხართ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. კარგით, რა მოაქვს 14 ივლისის ახალთვარეობას თქვენთვის? უახლოეს 2 კვირაში რა სიახლის შემოიტანს ან რას დაასრულებს, დაუშვათ, რა თემა გააქტიურდება? თქვენ, რაც მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მთავარია, არის ის, რომ თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი, ეს გახლავთ 9-იანი თასი. ესე იგი, შეხედეთ აქ როგორ არის. ეს არის თქვენი მიღწევები, რაც უკვე გაქვთ თქვენ, რასაც უკვე მიაღწიეთ. იმდენად იზრდება, ნახეთ, კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, სათავსო ადგას თავზე, თუ რაც არის თავზე, იმიტომ რომ აღარ ეტევა თქვენი მიღწევები და კიდევ მიაღწიეთ თქვენ და კიდევ თასი მაღალი, ანუ თქვენი მიღწევის. ესე იგი, ძალიან საამაყოდ გექნებათ საქმე, უახლოეს 2 კვირაში თქვენ იამაყებთ თქვენი მიღწევებით, თქვენი თავით. და ზოგიერთი ისეთი კარტია არ მინდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ YouTube ბლოკავს, როდესაც ფიგურები, ასე ვთქვათ, ასაცმლის გარეშე არიან. კარგით, ანუ აქ არის რა, უახლოეს 2 კვირაში თქვენ გექნებათ, მოგეცემათ უბრალოდ საშუალება, რომ აირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი თქვენი მაგალითად დასვენებისთვის, თქვენი კომფორტისთვის, თქვენ ისრულებთ თქვენს დიდი ხნის ოცნებას. შეიძლება ასე ითქვას. კიდევ რა თემა გააქტიურდება თქვენთვის? ესე იგი, სადღაც ძალიან კარგად გაატარებთ ძვირფასებო დროს, ეს არის გზა. ეს
ესე იგი, ეს არის გზა ძვირფასებო. ანუ იმგზავრებთ ძალიან კარგად, თუმცა მოულოდნელად შემოდის რაღაცა ფულის ენერგიები, რაც შემდეგ მომავალში თქვენ მოგიტანთ სტაბილურობას ფინანსებში. ეს ენერგია შემოიჭრება, ეს სტაბილურობის ენერგია მოულოდნელად თქვენ ცხოვრებაში. ახლა თქვენ ამას არ ელოდებით. ეს ძირითადად სულ არის ფინანსები, შეხედეთ. სულ პენტაკლები ასო. 8-იანი პენტაკლი, 10-იანი პენტაკლი. ახლა თქვენ ორიენტირებული ხართ რაღაც გზაზე, შესაძლებელია დასვენებაზე, რაღაც კარგად დროის გატარებაზე, თუმცა მოულოდნელად შეიცვლება, ასე ვთქვათ, თქვენი ემოციური მდგომარეობა, რაღაც მოხდება ისეთი, რაც შეიძლება იმ მომენტში თქვენი ფიქრობთ, რომ ეს რატომ ხდება, თუმცა შემდეგ რაღაც დროის შემდეგ ეს თქვენს ფინანსებზე აისახება საუკეთესოდ და მოგიტანთ სიმყარეს ფინანსებში. შესაძლებელია შეიძინოთ კიდევ ერთი უძრავ-მოძრავი ქონება. დიახ, ეს არის მომავლის გეგმები. ეს არის მომავლის, ესე იგი იცით როგორი რაღაცა თქვენ ნაბიჯ მიუყვებით მომავლის გეგმას ან დაგეგმავთ და შემდეგ წახვალთ ამ გზაზე. კარიერულად, რაც მოგიტანთ, რა თქმა უნდა, კარიერულ წინსვლას. კარგით, ამის გარდა კიდევ რა აქტიურდება, ასე ვთქვათ, ის ფინანსები ძვირფასე ვანახეთ. 9-იანი პენტაკლი. ფინანსების თემა აქტიურდება ძვირფასებო თქვენთვის ძირითადად და მგზავრობა, რა თქმა უნდა, არაერთმა კარტმა ეს დაადასტურა. სადაც შვენიერ დროს გაატარებთ, ეს გახლავთ თასების რაინდი, ეს არის სიამოვნება, კმაყოფილება, სასიამოვნო თავგადასავალი, სასიამოვნო ხალხი, ნაცნობობა და ასე შემდეგ. კიდევ თუმცა თქვენ რაღაცაზე ღელავთ ძვირფასებო, რაღაცას განიცდით. რაღაც გინდათ რომ მიზანში მოახვედროთ, ანუ რაღაც გეგმები რო გაქვთ თქვენი გეგმები. ხო და განახეთ ნეტაბის კარტი. არ შემეშალოს, ანუ არ შეიძლება რომ ეს ვაჩვენო, ასე ვთქვათ, თუმცა იმდენად ვარ მიჩვეული და ზოგჯერ მეშლება ხოლმე, რომ ეს ინსტინქტურად გაჩვენებთ კარტებს. მე მგონი რომ არ დაგანახეთ. რაღაც შიშები გაქვთ. მოდი ნახოთ რა იწვევს ამას. ამას იწვევს თქვენი სიბრძნე, რა თქმა უნდა, თქვენ ფიქრობთ რომ გსურთ რომ ყველაფერი აკონტროლოთ, კარგი გაგებით, ყველაფერს, ასე ვთქვათ, მოარგოთ თავის გასაღები. და ეს იწვევს ზოგჯერ ფოთვას. ანუ ბევრი ფიქრი მაგალითად, ზრუნვა სხვებზე, შესაძლებელია თქვენი ოჯახის წევრებზე, თქვენს თავზე და ასე შემდეგ. ანუ ამას თქვენ აკეთებთ ზრუნველობით. კარგით, რა აქტიურდება, რა თემა თქვენთვის უახლოეს 2 კვირაში, რა იქნება თქვენთვის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი. ესე იგი, თქვენ ბედი გეღიმით, ძვირფასებო, ძირითადად აქ რაც ჩანს, ეს არის ფინანსები, წარმატება ფინანსური, წარმატება ფინანსებში, თქვენ ხართ აქტიური, თქვენ აქტიურად იყენებთ თქვენს გონებას, აქ არის ნოსტალგიური მომენტები, შესაძლებელია მოინახულოთ ისეთი ადგილები, სადაც დიდი ხანია არ ყოფილხართ, ან ნახოთ ადამიანები, ვინც დიდი ხანია არ გინახავთ და ამ ყველაფერმა თქვენს გულში გამოიწვიოს სიყვარული, სითბოს, სასიამოვნო შეგრძნებები. და ზოგიერთ თქვენგანთან შესაძლებელია ახალი სიყვარული, რატომაც არა. შესაძლებელია გამოჩნდეს ადამიანი მოულოდნელად, როცა თქვენ ამას არ ელოდებით, ან დავუშვათ თქვენი ძველი სიყვარული, ან უბრალოდ გამოჩნდეს ის, ვინც, ასე ვთქვათ, აღმოჩნდება თქვენი სიყვარული. რაღაც ამდაგვარია ძვირფასებო. დიახ და ორიანით ასეთ დავასრულებ არაჩვეულებრივი არკანი ამოვიდა.
ესე იგი, ეს არის კონსენსუსის შეთანხმება, მოლაპარაკება, სასიამოვნო